მოვისმენდი იმას რა ქვია იუსტიციის მინისტროს განცხადებას რომ ეს მიწის გაყიდვა დაიშვება იმ შემთხვევაში თუ კიო დიდი აგროსამრეწველო კომპლექსები შეიძერენ მას საერთაშორისო და ესე იგი წვრილი ისენი არ იყიდიანო და თან ეს კანონიო იმაში პარლამენტში განიხილებაო. პრინციპში დრო კიდევ არის რომ ამ ამბავთან დაკავშირებით დებატები შედგეს პარლამენტში. მეც ვფიქრობ რომ ეს მიწის გაყიდვა რბილად რო თქვა და რაც ადრე იყო მიშას დროს იმ ფორმით არ უნდა განხორციელდეს და ხე როგორ ფიქრობთ აღთნება რომ აი რასაც იქანია რომ მხოლოდ ცხელ კომპლექსებს მივცეთ ეს როგორც იტალიელებმა იყიდეს ახლა ამას სინაზე ეს თხილის პლანტაციისთვის 24 ჰექტარი რაღაც ამდაგვარებისთვის თანხმობას აცხადებენ. მოტივი რა არის მე მაინც ვერ ახვდები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. დღეს მე მართლაც მქონდა ბრიფინგი, სადაც გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველოში მიწის გაყიდვა აიკრძალოს ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. და ეს არის ინიციატივა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ არ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც უპირველესად დააყენებს ქვეყნის ინტერესებს და სახელმწიფოს ინტერესებს და მით უფრო გათვალისწინებით იმ რეალობისა, რომ ჩვენ აი არსებული ამ 20-25 წლის მანძილზე დამოუკიდებლობისა დავინახეთ, რომ რეალურად ეს პრაქტიკა აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, მიუღებელია. ჩვენ მცირემიწიანი სახელმწიფო ვართ, იქედან გამომდინარე, რომ ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც კი ჩვენ არა გვაქვს საკმარისი მიწა და მე არაერთ გზის შევხედრივა რეგიონებში მოსახლეობას, რომლებიც უბრალოდ მართლა უჩივიან უმიწობას, რომელთაც ელემენტარულად არ აქვთ იმისი საშუალება, რომ საკუთარი ოჯახიც კი გამოყვებონ თავისი შრომით და თავისი, ესე ვთქვათ, ხელებით. აქედან გამომდინარე, მე აუცილებლად მიმაჩნია მე და ჩემს თანაგუნდელებს, რომ აიკრძალოს საქართველოში მიწის გაყიდვა ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. იმიტომ რომ როგორც კი გამონაკლისი შეიტანება კანონში, ბატონო დავით, იქ გამონაკლისი იქნება, რომ ამ კომპანიას, იმ კომპანიას ასეთი პირობებით, ისეთი პირობებით, ეს გამონაკლისი გახდება წესი. აქედან გამომდინარე, ვიცით რა ჩვენ პრაქტიკა, როგორ გამოიყენება ხოლმე გამონაკლისები, ერთ მნიშვნელოვნად და კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა. არც ერთი გოჯა მიწა არ უნდა გაიყიდოს და არ უნდა ჰქონდეს ხელში, ესე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქის გარდა არავის. ერთადერთი გამონაკლისი შემიძლია მე და ჩემს თანაგუნდელებს დაუშვათ, რომ დავუბრუნდეთ ამ საკითხის განხილვას, ანუ მიწის გაყიდვის შესაძლებლობას, ან რა პირობებით შეიძლება მიწა გაიყიდოს, ან რა რაოდენობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ იგივე აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, სამაჩაბლოში ეს თემა აწუხებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, მათთვისაც ეს სერიოზული თემა არის. გარდა ამისა, ეს ის თემაა, ჩვენ მათ თუ ვთვლით ჩვენს თანამოქალაქეებად და ვთვლით, ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი თანაგუნდელები, ეს თემები მათთან ერთად უნდა გავიაროთ. არც ერთი გოჯი მიწის გაყიდვა თუ უნდა ვინმეს რომ შემოვიდეს, სერიოზული აგროსამრეწველო კომპლექსი იქნება ეს თუ რაიმე სხვა, ესე ვთქვათ, სერიოზული გაერთიანება, კი ბატონო, შემოვიდნენ, ოღონდ, ესე ვთქვათ, იმუშაონ იმ პირობებით და იმ კანონის საფუძველზე, რომელიც იქნება საქართველოში. ყველანაირად ხელი შეუწყოთ შემოსვლას, მათსას, აქ მუშაობას, ადამიანების დასაქმებას, მაგრამ მიწის საკუთრებაზე უფლება აუცილებლად არ გულისხმობს მათთვის, ესე ვთქვათ, მუშაობაში რაიმენაირად ხელის შეშლას. ჩავდოთ ხელშეკრულებაში ისეთი დოკუმენტი, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს გარანტიას იმისა, რომ ამ მიწაზე რა ინვესტიციასაც განახორციელებენ, ეს ინვესტიცია დაცული იქნება, არ დაეკარგებათ, მაგრამ მიწა საკუთრებაში იყოს საქართველოს სახელმწიფოსი და საქართველოს მოქალაქეების. დიდი მადლობა და არ შემიძლია არ გითხოთ, ახლა ტრამპის უყურეთ მთლიან ტრანსლაციას. პრაქტიკულად. დიდი ომი არის, იყო თუ არა ობამას ინაუგურაციაზე მეტი ხალხი და საქმე მეტი არაფერი არ აქვს სოფლიოს და ჩვენს ხო? საუბრობა რა, საკავდინო მართლა მინდა კითხოთ ამასთან დაკავშირებით, აი ძალიან საინტერესო განცხადება გაავრცელა ვატიკანმა. ვატიკანის რომის პაპა, ანუ პოპულიზმზე და დემაგოგიაზე ქონდა აქცენტები და პირდაპირ მოიყვანა გერმანიისა და გიтлеრის ისო და აი არ ვიცი იცით ახლა ეგ უცბელად გეუბნებით გუგლი მაგრა ესაც მინდა ვკითხო ეს
აქტიურობს და 200,000-ზე მეტი ხალი გამოსულა გუშინ და აი ჩვენ და სამარცხინო თბილისში მხოლოდ 20 ხალი გამოვიდა და აპროტესტებდნენ და ტრამპის იმას. რაღაცა დიდი საერთაშორისო პიარია ამ საწყალი ტრამპის წინააღმდეგ გაგორებული. თქვენი აზრით, აი რა მოხდა ამერიკაში და მოდით ვაცალოთ ბატონო დავით ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს. მე წუხარ გამომრჩა როგორც ჩანს პაპის კომენტარი არ მინახავს და ამიტომ ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს. რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, თემას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ პატივიცეთ ნებისმიერი ადამიანების და ხალხის და ნებისმიერი ქვეყნის არჩევანს. ის აირჩია ამერიკის მოსახლეობამ, აირჩია ძალიან კონკრეტული დაპირებების შედეგად და მე ძალიან მაინტერესებს, ვისი რა საქმეა რას ლაპარაკობს ამერიკის პრეზიდენტი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. შეიძლება შენ კომენტარი გააკეთო, შეიძლება შენ რაღაცა მოგეწონოს, არ მოგეწონოს, მაგრამ გამოსვლები დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტმა რაღაცა თქვა, რომელიც მით უმეტეს შენ პირადად არ გეხება და შენს ქვეყანას არ ეხება. თუ რაღაცა იცით, მარაზმში ვარდება საქართველოს მოსახლეობის რაღაცა გარკვეული ნაწილი. რა ქართველი ქალების საქმეა ტრამპი რას ლაპარაკობს ქალზე? რა მათი საქმეა გამაგებინეთ ამერიკის პრეზიდენტი, ფილიპინების პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტი თუ რუსეთის პრეზიდენტი რა სიტყვის თავისი საარჩევნო კამპანიის დროს. თუ რა თქმა უნდა ორკესტრირებულია, თუ ეს ეხება პირდაპირ საქართველოს ინტერესებს, ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე თუ გაკეთდა განცხადება, ან საქართველოს სხვა საშინაო საქმეებზე, კი ბატონო გამოდი, მაგრამ ეხლა ძალიან უხერხული არის ეხლა საქართველოსში რაღაცა აქციები მოეწყოს იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოწონთ ესე ვთქვათ ტრამპი. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ის ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტია, მე მას ნამდვილად წარმატებას უსურვებ, იმიტომ რომ მისი წარმატება და სწორი პოლიტიკის განხორციელება მისი მხრიდან ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფოსთვის და მე ერთ რამეს ვიტყოდი. მე ვფიქრობ, რომ თუ ტრამპი შეძლებს იმ დაპირებების შესრულებას, რასაც ის ესე ვთქვათ იძლეოდა, ყოველთვის ძირითად ნაწილს საარჩევნო კამპანიის დროს, მათ შორის იმ დაპირებისა, რომ ამერიკის ძირითად ფოკუსირებას ის გადაიტანს ამერიკის საშინაო საქმეების მოგვარებაზე და არა იმაზე, რომ რომელიღაცა სხვა ქვეყნებს ესე ვთქვათ ძალით მოახვიონ თავს დემოკრატიული ან არადემოკრატიული გადაწყვეტილებები, ეს მნიშვნელოვანი იქნება ამერიკისთვისაც და მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოსთვის. ჩვენ დავანებოთ ტრამპს თავი, ვაცალოთ ამერიკის პრეზიდენტს, ნუ შეუშლით ხელს ესე ვთქვათ თავისი ქვეყნის მართვაში, იმედი ვიქონიოთ, რომ ის მოუტანს მსოფლიოს მშვიდობას, მოუტანს ასე ვთქვათ კეთილდღეობას და ნორმალურ განვითარებას, ასე ვთქვათ მსოფლიო პროცესებისა და მივხედოთ ჩვენ საქმეს, იმიტომ რომ იცით მე როგორი შთაბეჭდილება მრჩება ბატონო და ჩვენ რაღაცა დავიჯერეთ მართლა რომ საქართველოსზე რაღაცები არის დამოკიდებული. რომ საქართველო გლობალური მოთამაშეა და რომ საქართველო აუცილებლად ესე კუმფეხი გამოყოა, მართლა არ მინდა ხა ჩემ ქვეყანას ესეთი შედარება და ქვეყანაზე ამას არ ვაკეთებ, მაგრამ იმ ჯგუფებზე რომლებიც გამოხტებიან ხოლმე დრო და დრო ნამდვილად შევადარებ ამ ჯგუფებს კუს და ესე ვთქვათ ამ გამონათქვამს, ხო, იმიტომ რომ არ არის საქართველოს საქმე ძალიან ბევრი რამ. ჩვენ იმდენი ჩვენი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, რომ პირველ რიგში უნდა მოაგვარო შენი საქმე. იცი, როგორ არის ელემენტარულია, ხო, ბატონო დავით, შენი სახლი თუ მოუწესრიგებელი გაქვს, შენ სახლში თუ ესე ვთქვათ ჭუჭყი გაქვს, ჯერ შენი სახლი უნდა დაალაგო და მერე აუცილებლად სადარბაზოს და ქუჩასაც უნდა მიხედო, ხო? პირიქით არ ხდება. თუ სახლი მიულაგებელი გაქვს და მოუწესრიგებელი გაქვს, არ შენი დაალაგებული ქუჩა არ ივარგებს და მით უმეტეს მეზობლის ქუჩას არ უნდა გადაწყვეტ. არ შეიძლება ქვეყანაში ყავდეს 2/3 მოსახლეობის, რომელიც შიმშილობს. არ შეიძლება ქვეყანაში კონდეს ისეთი პრობლემები, როგორი ჩვენ გვაქვს. ამოდენა უმუშევრობა, ამოდენა უსამართლობა, ამდენი ტკივილი, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ორი მოუგვარებელი, უზარმაზარი ტკივილი, რასაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ქვია და ყველაფერზე რეაგირებდე. მათ შორის, ესე იგი, რას იტყვის ამერიკის არჩეული პრეზიდენტი კამპანიის დროს ქალებზე და რას არ იტყვის? ხანი ზაღს არ მithქვია არაფერი. და მით უმეტეს მე რამდენადაც მახსოვს ლაპარაკი არის, ასე ვთქვათ, პირად საუბრებში გახმოვანებულ მასე. ხო, პირად საუბარში ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ან ტრამპი, ან რომელიმე სახელმწიფოს პრეზიდენტი, როცა ესე ვთქვათ, მამაკაცები ერთად შეიკრიბებიან. არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, ჩემი მთავრობა რას აკეთებს, ჩემი პარლამენტი რას აკეთებს, ხელისუფლება რას აკეთებს და დროა საქართველოს მოსახლეობა გონს მოეგოს და იფიქროს იმ თემებზე, რა თემებიც უშუალოდ ჩვენ გვაქვს. დიდი მადლობა და არ შემიძლია არ კითხოთ ახლა ავთანდილ დემეტრაშვილი აგერ ბრძანებს რომ აფხაზეთს ზღინვალსა და აჭარასაო
კონსტიტუციით ესე ვთქვათ გარანტირებული სტატუსი უნდა მივანიჭოთ. თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდი წლები და წლები. მაშინაც იდგა ეს საკითხი, ყოველთვის გადადიოდა რომ მომავალში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ მოხდება დაუშვათ განსაზღვრა სტატუსის ყველა ნიუანსისა. აი რას ფიქრობთ დემეტრე? და როგორ ვანიჭებთ ამ სტატუსს? ანუ არც ვეკითხებით, მათთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. არა, ეს საერთოდ საკონსტიტუციო კომისია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მონაწილეობთ და გავახმოვანეთ ინიციატივები მათ შორის მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ბუნებრივია დავსვამთ საკითხს უბლოკო სტატუსის კონსტიტუციაში შეტანასთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის არჩევის წესი და პრეზიდენტის უფლებამოსილების წესი. მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს კომისია რაიმეს, ესე ვთქვათ, გაითვალისწინებს არც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არც სხვა თემებთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, ბატონო დავით, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ როგორც იურისტი და როგორც, ესე ვთქვათ, პარლამენტის მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი, ხო? სამ თვეში ახალი კონსტიტუციური პროექტის დაწერა, განხილვა და განსახილველად მისი შეტანა, ეს არის აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, არასერიოზული, ეს არის ხალხის მასხრა დაგდება, მოტყუება, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს უდევს ამ კონსტიტუციის, ესე ვთქვათ, მისეული მოდელი, ბიძინასეული მოდელი, 30 აპრილს ჩვენ ამ მოდელს გადმოგვიგდებენ და გვეტყვიან, რომ აი ეს არის ის, რაზეც უმრავლესობა თანხდება. სავარაუდოდ მორჩილი უმრავლესობაც ამას ხმას მისცემს, თუმცა მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ თუ დადგება საკითხი იგივე ვთქვათ პრეზიდენტის უფლებამოსილების, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ამას აღმოჩნდებიან ადამიანები უმრავლესობაში, რომლებიც ხარს არ დაუჭერენ ამას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაუკეთებენ პროვოცირებას ძალიან სერიოზულ კონფლიქტს და ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება. ბატონო დავით, ახლა ბიძინა ივანიშვილის მილიარდები რაღაცა პროცესებს აჩერებს. ჩვენ დასამარცხინოთ, მე ეს მოსახლეობას უნდა უთხრა, რაღაცა მომაჯადოებლად მუშაობს ადამიანების გარკვეულ რაოდენობაზე, მისი, ესე ვთქვათ, პირადი ქონების გვერდით მიწერილი ნულების რაოდენობა და ეს ძალიან დიდი სირცხვილია ჩვენი ქვეყნის. მონური მორჩილებით უყურებენ ადამიანები ამ მილიარდს. მე რა, ღარიბები რო ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღირსება უნდა დავკარგოთ. ღარიბი საქართველოს ყოველთვის იყო ბატონო დავით, მაგრამ ადვილი არ იყო საქართველოს და ქართველების ყიდვა. ეს არის რაღაცა, რაც იყიდება და არის რაღაცა, რაც არ შეიძლება გაიყიდოს და ქვეყანა არ უნდა გაიყიდოს. რეალურად ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ნებსით უნებლიეთ თავისი მოქმედებით, თავისი გაჩუმებით, თავისი ესე ვთქვათ, ყველაფერზე თავის დაკვრით ხელს უწყობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ყიდულობს. აი ეს არის პრობლემა. და აქედან გამომდინარე, იგივე აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში, ხო, კარგი, აჭარასთანაც კი, რომელიც დავუშვათ სრულიად სხვა კატეგორიაა და განსხვავდება აფხაზეთის და ოსეთისაგან, ხო? იგივე აჭარის ხელისუფლებას ელაპარაკება დღევანდელი ჩვენი მთავრობა? აჭარის მოსახლეობის მოთხოვნებს, სურვილებს, პრობლემებს, რომლებიც ამ ადამიანებს აწუხებს, ითვალისწინებს და რა მაგალითი უნდა ნახოს მაგალითად აფხაზეთმა და სამაჩაბლომ იგივე აჭარიდან, როდესაც ხედავს, რომ აჭარის ხეობები პრაქტიკულად გაანადგურა დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ჰესებზე აშენებს უნიკალურ, აბსოლუტურად უნიკალურ ხეობებში, რაც შეცვლის რეალურად ამ ხეობების არამხოლოდ იმ კონკრეტული მიკროკლიმატის, ესე ვთქვათ, მიკროკლიმატს, არამედ პრაქტიკულად შეიძლება მთელი აჭარის მიკროკლიმატი შეცვალოს. და ნახევარი სოფლები უწყლოდ დარჩა, იმიტომ რომ ამ, ესე ვთქვათ, ჰესებისათვის გზების გაყვანის და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების და ბუღია გზაზე. არა, მტვერს ვინ დაეძებს, ელემენტარულად უკვე წყალი აღარ აქვს სოფლებს. და რაზე ვლაპარაკოთ? გაითვალისწინეს აჭარის მოსახლეობის რაიმე სურვილები. ამას რომ ხედავს იგივე აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობა, ისიც ფიქრობს, რომ ეხა მთლად აგერ აჭარის მოსახლეობის, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან, ხო? მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს დღევანდელი ხელისუფლება და აფხაზების და ოსების ინტერესებს გაითვალისწინებს. აი, გეტყვით, ასე რომ ეს არის, ესე ვთქვათ, საკამათოა ეს პირდაპირ შემოტანა. არ შემიძლია არ კითხოთ, რო გვაქვს ცოტა საუბედურო, თქვენ არ გქონდათ, მე ვიცი რომ შეხვედრა გაქვთ მალე. აი თურქეთში, მთელი ჩხუბები იყო მუშტის ხაჭვის, ქალბა დაიწყო იქაურ პარლამენტში მუშტიკრივი და კაცები ჩაერთდნენ და მე არა ვარ პარლამენტში, ასე რომ არა, მერის გვამი და ისეთი ემოციები არის იმ პარლამენტში, რომ აი რა, თურქეთში ჩადრები დადიან ლამის არის და ქალებაც კი ატეხეს იქ წივილი, მაგრამ მაინც
ამ პრეზიდენტის მომხრემა გაიმარჯვეს, პრეზიდენტს ფაქტიურად განუსაზღვრელ უფლებებს აძლევენ, მაგრამ დავუკვირდით რა, რაც დეგოლმა გააკეთა, იგივე საკეთებს ახლა ერდოგანის. რეფერენდუმზე გაიტანს და მოსახლეობა შეეკითხება. აი იგივე თუნდაც აი საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფაქტურად გაბანძებას როდებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში. გამოიტანონ აი რეფერენდუმს. ნახეთ რა მოხდა რეფერენდუმზე. ესე იგი სააკაშვილმა თავისი უფლებამოსილების ვადის ბოლოსკენ შეცვალა კონსტიტუცია იმისათვის, რომ ეს კონსტიტუცია მოერგო საკუთარ პრემიერ-მინისტრობაზე და პრემიერ-მინისტრობა ქონოდა განუსაზღვრელი ვადით. ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო გადაარჩინა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის იმ გაყოფითაც, რომელიც ეხლა მან ძალიან ბევრ ადამიანს გულუბრყვილოდ რო უხარია, რომ აი გაყო ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა, რო გაყო უკაცრავად და ვის წისქვილზე დაასხა წყალი. მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე დაასხა წყალი, კაცმა დაგვანახა სულ ყველას, რომ გაქცეული პრეზიდენტ ყოფილი ძალა არის და არის გარკვეული ძალა, რომ კრებს რამდენიმე ათას ადამიანს ყრილობაზე და სხვათა შორის მას ჩამოაშორა ის ადამიანები, რომელიც ხალხს ყველაზე ნაკლებად უყვარდა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ვინც იყვნენ, ისინი სააკაშვილის მომხრეებად რჩებიან. გაბრაზებული ის ადამიანები იყვნენ ძირითადად ბოკერიაზე, ვანო მერაბიშვილზე და ასე შემდეგ, ხო? ძალიან უჭკუოდ გააკეთა, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ბოკერია და უგულავა აბსოლუტურად უპერსპექტივოები არიან, მაგრამ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას მან ყოველ შემთხვევაში გარკვეული რაოდენობის ჟანგბადი ნამდვილად დაუტოვა ნებსი თუ ნებლიერ. დატოვა სააკაშვილის მიერ შეცვლილი კონსტიტუცია და რეალურად ეხლა ცდილობს, რომ კიდევ უფრო გაუარესოს ეს კონსტიტუცია და საქართველოს წაართვას იმის უფლებაც კი, რომ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი ყავდეს. რატომ? იმიტომ, რომ როგორც მე ვხვდები, ბიძინა ივანიშვილს არ მოწონს ის, რომ ვიღაცა მისი სახლიდან რომ მიხედება, იმ საპრეზიდენტო სასახლეში ზის და მას არ ემორჩილება. არ მესმის საერთოდ ადამიანს რატო უნდა გინდოდეს რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტი ვინმეს ემორჩილებოდეს მათ შორის თუნდაც შენ მაგრამ ისე გავიხსენოთ ახლა მარგველაშვილი შემთხვევით დათო აქუბარდიას კანდიდატურა იყო თუ მურჯანაძის ხო არ იცით ვისი კანდიდატურა იყო ხომ არ გახსოვთ პატივცემულო საზოგადოება უმრავლესობამ თქვენმა რომელმაც ისე მიცა მარგველაშვილს ხმა რომ გვარი და სახელი არ იცოდით მისი ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ხათრით და ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ მოიხადა აბოდიში რომ რა ვქნა ეხა შემეშალაო არაუშავს ხო შენი ქვეყნის პრეზიდენტის დასახელება რომ შეგეშლება რა ვიცი ბატონო დავით მე წლების განმავლობაში მახტევინებდი თქვენს ჟურნალისტები პოლიტოლოგებიც ექსპერტებიც და საზოგადოების ნაწილი ბოდიში ყველაფერზე რაზეც მქონდა ბოდიში მოსახდელი და რაზეც არ მქონდა და ძალიან ცოტა რამეზე მქონდა ბოდიში მოსახდელი თუ საერთოდ მქონდა ეს ფიქრობ რომ ყველაფერზე ბურჯანაძეს ადებდნენ ხელს რომ აი თქვენი ქიყავით თქვენ აქ იყავით თქვენ ასე თქვით რატო არ თქვით ანუ ვთქვი თუ არ ვთქვი ყველაფერი შეიმბრალი იყო რატო ახლა რა დავაშავე რომ 5 მილიარდი არ მაქვს ცუდია რომ არა მაქვს თუმცა ერთის მხრივ შეიძლება კარგიც იყოს იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს მილიარდები ძალიან არასწორად მიმართავს ადამიანების აზროვნებას თვას იმას გონებას უბრებს მე როგორც ჩანს ბატონო ცოტა მე პატივს გცემ გულსფერად გეუბნებით არ დამავიწყდება ეს 7 ნოემბერს თქვენ რო კარები გავუღეთ პარლამენტს თქვენ არ გავიწყდებათ მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი ახსენებდა ამას ახსენებდა რომ თქვენ იმ ხროვაში იყავით მაგრამ კარები რო გავუღეთ იქ დამთავრდა ნუ თქვენ დისტანციით მაგადღა და იმ საღამოსას ჩვენერი განცხადება გააკეთეთ ნინო არ შემიძლია არ კითხოთ რა აი ცერცვალზე რო ვიღა ჯარისკაცი იმაზე კომენტარი მინდა თქვენ მაინტერესებდა გაზპრომზე ეხლა ის რო არის შეიძლება თქვენ იზიარებთ არ იზიარებთ მაგრამ ის რო არის რა ქვია ой მე ვერთო ვიცე-პრემიერი რო იყო ერთი სიტყვით იმან რა ქვია ერთმა საინტერესო ადამიანმა თქვა რომ არ უნდა გადავიდეთ ფულად იმაზეო ანაზღაურებაოს გაზპრომთან იმიტომ რომ ჩვენ რუსეთს 180 მილიონი დოლარი გვაქვს ვალი აი მის ჩამოწერას დაიწყებენ რუსები. იზიარებთ ხო ყოღუაშვილმა თქვა, პატა ყოღუაშვილმა ეს იდეა. რა შეეხება ცერცვაძეს, მე დეტალებთან დაკავშირებით საქმის კურსში ბატონო დავით არა ვარ, უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე აბსოლუტურად კარგი, ცუდი, დამნაშავე, არადამნაშავე, სამხედრო თუ სამოქალაქო პირი
უნდა დაცული იქნას საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს ხელისუფლებით. ასე რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც განაპირობა ამ ადამიანის დაპატიმრება, ესე ვთქვათ, ან ექსტრადიციის საშიშროება სხვა ქვეყნისათვის, ეს უბრალოდ დანაშაულია, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საკუთარი მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემას. არა, ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება საქართველოს თანხმობა განაცხადოს ან ისეთი პირობების შექმნას, რომ ის გადასცენ რუსეთს, ხო? ამაზე არის ლაპარაკი. არ ვიცი სამართლებრივად როგორ განხორციელდა. ხა თავისთავად თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი ძებნა შეიძლება მასზე გამოცხადდეს და ნებისმიერ ქვეყანაში დააპატიმრონ, მაგრამ ის რომ ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი ადამიანს, ის როგორც მოქალაქე ქვეყნის კანონის ფარგლებში უნდა დაიცვას სახელმწიფომ და კონსტიტუციამ და თუ საჭიროა მან სასჯელი მოიხადოს საქართველოში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება გაზპრომს, ორი სიტყვით გეტყვით ახლა ვინაიდან დრო ძალიან ცოტაა. მე არ გამკვირვებია ბატონ დავით ეს ხელშეკრულება. მე ვიცი რომ ამ მთავრობას არ აქვს არც კომპეტენცია, არც გამბედაობა, არც უნარი, რომ ესე ვთქვათ, ადეკვატური და თანაბარი მოლაპარაკებები წარმართოს გაზპრომთან. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ამ ხელშეკრულების უკან იმალება ძალიან კონკრეტული ფინანსური ინტერესები კონკრეტული პირების და ის რომ ხელშეკრულება არის არასაჯარო, რა თქმა უნდა ამ გონივრულ ეჭვს უფრო ამყარებს, იმიტომ რომ ერთ რამეს ვიტყვი. მართალია იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას და მოლაპარაკებებს წარმართავდა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, წარმოდგენა არ აქვს საერთაშორისო სამართალზე. იცი რა, რაც არ უნდა ბევრი მილიარდები კონდეს, თუ არა გაქვს ნასწავლი საერთაშორისო სამართალი, არ იცი. და უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება გაზპრომთან ხელშეკრულება იყოს საიდუმლო. იმიტომ რომ ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება გაზპრომთან. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ დადებული ხელშეკრულება, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო კონვენციებში ძალიან ნათლად წერია ბატონო დავით. სახელმწიფომ არ შეიძლება და მთავრობამ გააფორმოს საიდუმლო დოკუმენტი. ნებისმიერი საიდუმლო დოკუმენტი არის უკანონო. კომერციული საიდუმლოება კი ბატონო, როცა ბიძინა ივანიშვილი გააფორმებს თავისი ფირმით გაზპრომთან ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასთან რაიმე კომერციულ ხელშეკრულებას, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრს არავითარი უფლება არ აქვს კომერციული საიდუმლოება დაარქვას ჩემი თქვენი და მთელი საქართველოს ხელმოწერილ დოკუმენტს და თუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფირმის გაფორმებული ხელშეკრულება გაზპრომთან, მაშინ გვითხრან და გვეცოდინება რომ ბიძინა ივანიშვილის ფირმაში ცხოვრობ. მაგრამ გეთახმები და მე ვფიქრობ რომ ყოღვაშვილის აზრი არის რეალისტური, იმიტომ რომ ვალი გვაქვს ჩვენ და არ ვხვდით ვალს. მოგთხოვენ ან მოითხოვენ რომ ნაწილ-ნაწილ გამოვკიდავთ ამ ვალიდან. გეხსომება თქვენ. გაზპრომისთვის ეს ხელშეკრულება და რუსეთისთვის არაფერი არ არის. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია რუსეთთან ადეკვატური მოლაპარაკების წარმართვა. გაზპრომთან მოლაპარაკება უნდა წარმართო აუცილებლად. უნდა ესე ვთქვათ, შეძლო მასთან ნორმალური მოლაპარაკების წარმართვა და დაცვა ქვეყნის ინტერესის. მე გარწმუნეთ ბატონო დავით, მე რომ ყოფილიყავი ხელისუფლებაში და ყოფილიყავი ესე ვთქვათ უფლებამოსილი პირი, ჩემი ესე ვთქვათ ხელმძღვანელობის პირობებში გაზპრომთანაც და ნებისმიერ სხვა კომპანიასთან თუ სახელმწიფოსთან მოლაპარაკება იქნებოდა მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებული, იქნებოდა საქართველოს ინტერესების შესაბამისი და იქნებოდა გამჭვირვალე, მაგრამ ნუ ახლა დანარჩენი უკვე ой, რა ვიცი, მადლობა ხანინა, გულწრფელად გავნებით, გამეხარდა რომ ჩვენი სტუმარი ხართ, ვფიქრობ რომ ამ თემებზე დისკუსიები გაგრძელდება. განსაკუთრებით მიწის საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ რომ დააფიქსირონ თქვენმა სტუმრებმა თავიანთი პოზიცია, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი და მე ვეჭვობ რომ ხელისუფლება ამ საკითხის განხილვას და ეხლა დროღარ შეტანას ვეღარ გაბედავს. ასარკვევი ახლა რაც თქვა იუსტიციის სამინისტრო რომ აგროკომპლექსებმა თუ იყიდეს. მუშახელი ვინ იქნება? ამაზე არ უნდა იფიქრონ. რა ვიცი, ბევრი საკითხებია მან დღეა და გაუგებარია. დიდი მადლობა რომ გესწრეთ, დიდი მადლობა. დაგველოდეთ ხალხო 2 წუთში ქალბატონი გოგული მაღრაძე გვეყოლება სტუმრად. დაგველოდეთ. გაწუხებთ სიმძიმე, შეშობება, ტკივილისა და წვის შეგრძნება ქვემო